ჯვარაშვილი ასრულებს, გაითამაშებს? კი, გაითამაშა, გაბრიჩიძე დარტყმადია. ჯვარაშვილი ქურდაძე თამაშობს, კარგად დარტყმა. ლაფუთი მოთამაშით არის არმია, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე ცდილობდა გატანას და თამაშით არის არმია, ჯვარაშვილი, ჭუმბურიძე ცდილობდა გატანას და ქურდაძემ გადაარჩინა თავისი გუნდი. ბერეჩიკიძე. ცირამოა. შანსი არმიას წონასწორობის აღდგენისა, ქურდაძე. ცირამოა, შეიძლება დარტყმა. ბერეჩიკიძე, მორიგი ძალიან ჭკვიანური გადაცემა, ბერაია. ნანეიშვილი. კეკელია. მარჯვენა ფლანგიდან დარტყმა და 2-0. მარტივ ვითარებაში გული ნამდვილად არ იმყოფება. არ არის აქ ჯარიმა, თამაში გრძელდება, კეკელიას კიდევ მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს არმიელთა მდგომარეობას ამ თამაში. ქურდაძის დარტყმა, როდესაც იქმნება, შეიძლება ეს შანსი აღმოჩნდეს გადამწყვეტი ამა თუ იმ გუნდისთვის. აქ უკვე სუსტია ეს გადაცემა, ჯვარაშვილი. გოგსაძე თამაშობს, შვილი ეთამაშება აქტიურად 3 წუთი და 15 წამი რჩება 16, 8-ზე დარტყმების. ქაური ხსდება. დარტყა და მე მგონი კიდე ჩიკიძე. ცირამოა, ქურდაძე დარტყმა. თოფურია ძალიან ტექნიკურად თამაშობდა, თუმცა ცირამოა მითამაშა კარგად, ქურდაძე, ცირამოა და 2-3 არმიამ მინიმუმამდე. თამაშობს კარგად, თოდუას პასი ჩაჭრა, ბერაიამ დარტყმა. ორფინალური სერიის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი ცირამოა, შეიძლება დარტყმა და კიდევ ერთხელ განმეორებით უძლიერესი დარტყმა ცირამოას შესრულებით. აქ კიდევ ერთი ეპიზოდია. გაითამაშებენ თუ პირდაპირ დაარტყავს გიორგი ქურდაძე, ამას ერთად ნახავთ. გაითამაშა ცირამოა დარტყმა. ბექაური. ცირამოა თითქოს გაითავისუფლა, თავი დარტყმა. გრძელი გადაცემა, კეკელია, დაიმორჩილა ბურთი. გაგრძელება როგორი იქნება, ჭუმბურიძე არის სივრცე, დარტყმა და თოდუას გააქვს გოლი. ჩიკიძე. რიათიანის დაპირისპირება. ჯვარაშვილი ერთ-ერთზე მეკარის დაპირისპირ დარტყმა და 3. ცირამოა. დარტყმა დამატებაზე შეიძლება თამაში და გადის გოლი.